თქვენ უსმენთ სათემო რადიოს. ეს არის სივრცე, სადაც ვსაუბრობთ კულტურაზე, ხელოვნებაზე, სოციალურ და ჯანდაცვის გამოწვევებზე, ქალთა საკითხებზე, ეკონომიკასა და პოლიტიკაზე, ახალგაზრდულ ინიციატივებსა და სპორტზე. აქ ისმის დევნილთა ხმა და მათი ისტორიები. ჩვენ ვსჯელობთ თქვენს ყოველდღიურობაზე, გიზიარებთ სიახლეებსა და პრობლემებს, ეძებთ გზებს უკეთესი მომავლისთვის. სათემო რადიო, ხმა, რომელიც თქვენ გეკუთვნით. მოგესალმებით ძვირფასო მსმენელებო, ძვირფასო მაყურებლებო, ვაგრძელებთ ჩვენი პროექტის ფარგლებში ხონის სათემო განათლების ცენტრთან არსებული სათემო რადიოს ხმა კვლავ ისმის ხონიდან და ამჯერად სტუმრად გვყავს არახონელი ადამიანი, თუმცა სიამოვნებით მოაწერდა ხელს ხონელობაზე, იმდენად უკვე უყვარს ის ხონს, იმდენად თავადაც უყვარს ხონი და ძალიან მე ნახავ ალბათ ყველა მიცანით თავისთავად დიდი წარდგენა არ ჭირდება ცნობილი ქართველი რეჟისორი ბატონი გოჩა კაპანაძე, ავიცი რომელიც უკვე ბოლო 3 ათეულ წელზე მეტია ისეთი სპექტაკლებით ანებიურებს თელ ქვეყანას და ბატონ გოჩა, როცა რუსთაველის თეატრში თქვენ დგამთ ამდენ სპექტაკლს, ნუ აღარაფერს ვამბობ თქვენს თეატრს, რომელსაც ხელმძღვანელობთ, აღარაფერს ვამბობ საქართველოს ყველა თეატრში დაწყებული ბათუმით, დამთავრებული, ავიცი ქუთაისით და ყველგან დგამთ სპექტაკლებს. მე ამით რაიმეს კი არ ვაკნინებ, მაგრამ მაინც რამხელა მნიშვნელობა აქვს. დღეს აგერ რუსთაველის თეატრში გაქვს რეპეტიციები და ყავს ნანა ფაჩუაშვილი, მარნა კახიანი, არ ვიცი, მანამდეც კიდე თუ ვინმე თანავარსკვლავედია ყველასme და გამორბი ხართ იქიდან და მაინც ასე ქვია რეგიონში და რაიონში მოდიხართ და ხონში დგამთ სპექტაკლი. რა თქმა უნდა, ხონს აქვს უდიდეს თეატრალური წარსული და ეს ნამდვილად გვამაღლებს ყველას ხონში ჩამოსვლა. და თუ გინდა უკაცი გამოხვიდეო, ხონში უნდა ჩამოხვიდეო, ცნობილი გამოთქვაც კი არის ესეთი, მაგრამ ბევრი ამას არ აკეთებს, ბევრი მე მგონი არც არავინ არ აკეთებს და ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ ამისათვის, ხონელების სახელით, ჩემი სახელით, პირადად ჩემი სახელით, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია. დავიწყოთ იქიდან, ახლა თქვენი შემოქმედება ყველა მზეპირად ვიცით, მაგრამ ხონში როგორ მოხვედით? ხონში პირველ რიგში რა თქმა უნდა დიდი მადლობა, არ გელოდებოდი აქ რო იქნებოდი, რეპეტიცია გქონდა. ხონში როგორ მოხდი, ეს არის მაია ბაქსაშვილის დამსახურება. მე ქალაქშიც არ ვიყავი ნამყოფი, ჩემი და სამწუხაროდ. პირველ რიგში შემოსვლისთანავე, ჩამოსვლისთანავე მივხვდი, რომ ძალიან ახლობელი ქალაქი იყო ჩემთვის. კაპიტან მინერიონიანი ხელმძღვანელობს აი ამ შესანიშნავ ხონის კულტურის ცენტრს და მასთან და მთელ მის კოლექტივთან ძალიან მალე დავახლოვდით და პირველი სპექტაკლი გავაკეთეთ დიაშვილის მიხედვით და რისპანის იყო იქ ბაკულას ღორები და იყო ძალიან კარგი, მე მგონი კარგი, იმიტომ რომ პირველად ძალიან დიდი ხნის შემდგომ ხონის თეატრმა რეგიონული თეატრების ფესტივალზე გრან-პრი აიღო. და შემდგომ იყო მეორე სპექტაკლი, ქალბატონ გულია და საუნდზე თამაშობს და ბატონი დემური. საღარაშვილი და ფიქრობ, რომ საინტერესო გამოვიდა ეს პროექტი და ახლა უკვე 160 წლის იუბილე აქვს თეატრს უმაღლე დროში და აი აქ მუშაობთ ახლა უკვე საიუბილეო სპექტაკლზე. რაც ახლა ბრძანე დათო, მე ვფიქრობ, რომ ყველა რეჟისორისთვის და არა მარტო რეჟისორისთვის სავალდებულოც კი არის, უნდა გამოვიდნენ ცენტრალური ქალაქებიდან და შესანიშნავი, მოდი ესე ვიტყვი, და ექსპერიმენტია საკუთარი თავისთვის. ეს არა მარტო როგორც იციან ხოლმე მათ ზრდით, როგორც მსახიობებად და რეჟისორებად, არამედ ჩვენც, იმიტომ რომ ჩვენ ახლა რამდენიმე მსახიობი ჩამოთვალე კიდევ უფრო დიდი სია შეიძლება იმ მსახიობებთან, ვისაც მე ვიმუშავე, მაგრამ ამათთან აი ახ როცა ჩამოდიხარ და ხვდები ამ ადამიანებს, ხვდები რამდენად ძვირფასია მათთვის თეატრი, რამდენად ძვირფასია მათთვის ხელოვნება და თითოეულ მათგანისთვის ეს არის პროფესია, ეს არის მეორადი პროფესია, ზოგისთვის პროფესიაც არ არის, უფრო გატაცება. არიან ქალბატონები და მამაკაცები, რომლებიც რამდენიმე კილომეტრის მოშორებით ცხოვრობენ და დილით მოდიან, მუშაობენ, მიდიან მერე აგვიანდება ზოგს ავტობუსზე, ზოგს ფეხითაც კი მიდის დათო და რამდენიმე კილომეტრს გადიან, რომ მოვიდნენ და თეატრში იმუშაონ. ეს არის ისეთი ჩემთვის მოდი ესე ვიტყოდი ემოციური მომენტი და თქვენ ალბათ იმ კომფორტზე, რასაც იღებთ პროფესიულ თეატრებში, რომ
გამზადებული ხდება ყველაფერი. ხო, ყველაფერი ისა არაა თქვენი საქმე გრიმიორი, არაა თქვენი საქმე კოსტუმი, სცენაზე რა ხდება, მხოლოდ გადახედო, მხოლოდ ის რაღაც წესრიგი თეატრის, ის განათება, ის მესამე ამაზე უარს ამბობ და იღებთ ამ ენერგიას, რომ ფეხით მოდის სოფლიდან ადამიანი. იცი რა არის? გადაწონის ხშირად ამ კომფორტს არა. მე მფიქრობ, რომ ერთ-ერთი გადამწყვეტი მომენტიც არის, იმიტომ რომ ჩემთვის მაგალითად, რომელსაც თეატრი შიგნიდან ძალიან კარგად ვიცი, რომ ყველა ეტაპი მაქვს გავლილი თეატრში, ძალიან კარგად ვიცი ამის ფასი. არტისტობა არ არის მხოლოდ ტაში და მხოლოდ მაყურებლის სიყვარული. ეს არის უკვე, მაგრამ შენ კარგად იცი გამოცდილი მსახიობიც ახარ და რამ დიდ შრომას არის ყველაფერი დაკავშირებული და როგორ უნდა გიყვარდეს, რომ აი ამ გაჭირულ ძალიან მძიმე პერიოდში ეს ამას შეუთავსო კი არა, უკვე გახდეს შენი სიცოცხლისთვის საჭირო პროფესია. აი როცა მოდიხარ და 20-25 კაცი ხდება და ელოდებიან შენთან მუშაობას, ეს ისეთი საპასუხისმგებლო მომენტია, რომ ვერ წარმოგიდგენია. მე ყოველთვის მათთან უკვე მესამედ მუშაობ და მგონია, რომ პირველად ვდგავ, საერთოდ არაფერი არ ვიცი, საერთოდ ეს კარგია, რომ არაფერი არ ვიცი და შევდივარ მათთან და მათთან ერთად ვიწყებ მათზე გაკეთება სპექტაკლის. აი ახლა მუშაობთ დუმბაძეზე და ვფიქრობ, რომ მათთვის ძალიან ახლობელია, როგორც ყველა ქართველი მსახიობისთვის და მაყურებლისთვის, იმიტომ რომ დუმბაძე არის ის მართალი მწერალი, რომელიც ძალიან დაგვაკდა, რომელიც საუბრობს სიყვარულზე, რომელიც საუბრობს ადამიანის ერთმანეთში გვერდით დგომაზე, სითბოზე, გატანაზე, ერთმანეთის დახმარებაზე და დიდ სიყვარულზე, რომელიც არის მის ნაწარმოებში გაბნეული. ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო პროექტია, ძალიან საინტერესო დასი ყავს ხონის თეატრს, ძალიან მონდომებულები არიან, ძალიან აი ნამდვილი თეატრი, როცა შემოდიხარ, ყველაფერი ისეა მოწყობილი, დაწკრიალებული, დასუფთავებული, ყველამ თავის საქმე იცის. ეს ყველაფერი გულწრფელად ვამბობ. პროფესიულ თეატრებსაც შეშურდება და პლუს ეს მაინც ყველაფერი თავიდან მოდის, თევზზე თავიდან ყარსო, მოდი ესე ვთქვა. თუ ხელმძღვანელი, ქალაქის ხელმძღვანელი ამას ესე არ უყურებს, რომ კულტურა ეს ერთ-ერთი სახეა მისი ქალაქისა, სწორედ არ გამოვიდა. მე ძალიან მართლა აღფრთოვანებული ვარ დღევანდელი მერის, რომელიც ბატონი ლადოსი, რომელიც უკვე რამოდენიმე წელია ხელმძღვანელობს ქალაქს და მისი დიდი, მოდი ესე ვიტყოდი, სიყვარულიც, თანადგომაც და დაინტერესებაც თეატრის. ხანდახან არის ხოლმე რომ ადამიანებს ჩვევიათ ვალის მოხდის მიზნით. არა, ამას მე ვერ ვგზნობ ქალაქში, ესეთი მოწესრიგებულია ქალაქი, მოწესრიგებულია თეატრი. ყველამ თავის საქმე და ადგილი იცის. და ვფიქრობ, რომ ეს ქალაქი არის ერთ-ერთი გამორჩეული ქალაქი თავის ისტორიით, თავის წარსულით და ძალიან კარგი მომავალია და რატომ ძალიან კარგი ახალგაზრდები არიან. აი, ვისთან მე მიწევს მუშაობა და ბატონო, თქვენ ბალოგოჩა თქვით, რომ 160 წლის იურისს ემზადება თეატრი. ხა როცა ქართული თეატრია ლამის 160 წლის ცოტა მეტის ალბათ, ცოტა მეტის, ხო? და ხონი აღნიშნავს, ხონის თეატრი არის 160 წელს, აქ საუბარი გვაქვს ძალიან დიდ თეატრალურ ტრადიციასა. ჯერ მარტო ის რადგის, რომ სცენაზე მუშაობ, სადაც ფეხიერი და იპოვიტე ხვიჩია და საერთოდ ამ ხვიჩიების ოჯახმა. კი ბატონო. დაიცა ყველაზე ერთ-ერთმა დიდმა დრამატურგმა პოლიკარპე კაკა. კი ბატონო, იგიც თამაშობდა სპექტაკლს. რა თქმა უნდა და მე ყველაფერი ეს ირაკლი აბაშიძე. ბატონი ვასო კიკნაძე. და რო გადავხედავ ხოლმე ნამდვილ ხონელებს ვინ არიან, მე რომელიც წარმოშობით ზესტაფონი დამძამდები. მეკი წულუკიძე, კაკაბაძე, თუ კი ვინმეა, დავით კაკაბაძე და ჯიჯიგურები და ელი დიდი პლიადა. ძალიან დიდი წარსული და ისტორია. და მოსახონელი, რა თქმა უნდა, რომელიც რუსთაველის პერიოდიდან მოდის და მოდის. რა ვიცი, ამ ჩვენი ყველაზე დიდი წიგნი სოფლიოში ვიტყოდი, ერთ-ერთი ყველაზე დიდი წიგნი და საქართველოს ყველაზე დიდი წიგნის ერთადერთი ქართველი ისა ვიც ნახსენებია. და რო ყველა ხატაეთა ან ინდოეთს ან მოსახონელი. ერთი ქართველია ნახსენები, მაგრამ კი ბატონო. ბალოგოჩა, მინდა რომ ისაუბროთ
ქალბატონ გულიადაზე, რომელიც იუბილეც დადგეს. ქალბატონი გულიადა აი, რამხელა სტიმულია 76 წელიწადში ხარ და აი რა ენერგეტიკა ვულკანი მოდის სცენიდან, ეხა ძალიან იშვიათად ხო ის არა. იმიტომ რომ ჩემსაც ძალიან დიდი აღმოჩენა იყო, როდესაც მე პირველად ჩამოვედი და სულად შემთხვევით ყველა სტიმულია ჩვენი რო შემხვდა, მომესალმე ჩვენ მეც მივესალმე არ ვიცნობდი ამ ქალბატონს, მე რაღაც საუბარში მივხვდი რომ ეს ნამდვილად მსახიობი უნდა იყოს ვიფიქრე. მე რამდენიმეჯერ უკვე რეპეტიციაზე უკვე რომ მოვიდენ, თქვი რომ ეს ქალბატონი ზენათი უნდა ითამაშოს. მეთქი და არ შემცდა ვარ. ეს აქვს მართლა ძალიან დიდი ტემპერამენტის ქალბატონია, ძალიან დიდი ენერგეტიკის მატარებელი, ფიზიკურად ძალიან კარგ ფორმაშია, შესანიშნავი მეტყველება აქვს, დახვეწილი ქალბატონია. მე როცა გავიგე რომ მას თავის სტუდია აქვს და ბავშვებთან მუშაობს და ძალიან პატრიოტულად ზრდის ამ ბავშვებს, ესე ძალიან მისასალმებელია, რომ ან ქალბატონ გულიადა მაგალითად 20-25 კილომეტრი მოდის ყოველ დღე თავის ოჯახს მიხედავს და მერე მოდის თეატრში და მერე საღამოს 5 საათზე ისევ მირბის. გმირობა. არ გინდა ამ პერიოდში ეს გააკეთო? რატო? ამიტომ ქალბატონ გულიადა ბრძანდება შესანიშნავი მსახიობი, წყინვალე პიროვნება. დიდი და შესანიშნავი საინტერესო ოჯახის დიდი ქალბატონი, შესანიშნავი პოეტი ყავს, შვილი მეორე ხატმწერია და ვფიქრობ რომ ყველაფერი ერთად არის. იმიტომ რომ ოჯახში რა ოჯახიც არის, იქიდან მერე გამოდის საინტერესო ადამიანები. და როცა ჩვენ დავიწყეთ მუშაობა მის იუბილეზე, ძალიან ბევრი საინტერესო ესეთი შტრიხი გაჩნდა მისი ცხოვრებიდან და აი ამაზე ავაგეთ და მახსოვს რომ რუსთაველის თეატრის ნაციონალური თეატრის მსახიობები თქვენ ბრძანდებოდით მაშინ პრემიერაზე, როგორი აღფრთოვანებული ბრძანდებოდით ქალბატონი მაია პაქსაშვილი შემდგომ ფესტივალზე ჩამოვიტანეთ ქუთაისში და ეხლა ქუთაისში თბილისში ვაპირებთ სპექტაკლი ჩატანს რუსთაველის ეროვნულ თეატრში ვითამაშებთ და ვფიქრობ რომ ქალბატონ გულიადას იმ დღეს მოეფერა მთელი ხონი. არა მარტო ხონი, მთელი საქართველო, იმიტომ რომ იყვნენ ჩამოსული მწერალთა კავშირის თავმჯდომარე ქალბატონი მაყვალა გონაშვილი, იყვნენ ძალიან ბევრი პოეტები, მწერლები, მხატვრები, მისი კოლეგები, ჟურნალისტები და ვფიქრობ რომ ხონმა მართლაც რომ დიდებულად დააფასა მისი დაახლოებით ალბათ 1-50 წლიანი შრომა. 50 წელი ქართულ თეატრზე იმ თეატრში იმუშავა და იდგა ამ სცენაზე 60-მდე მით უმეტეს და ამიტომ ვფიქრობ რომ ჯერ კიდევ ბევრი საინტერესო როლები აქვს ქალბატონ გულიადას, იმიტომ რომ ეს არის ზღვა ენერგიის ქალბატონი და დაუღალავი და შეწირული თეატრზე ადამიანი. შეიძლება ახალგაზრდობა. ახალგაზრდები თუ თეატრში არა, რაც არ უნდა დიდი არტისტები იყვნენ, გლახათა გეთანხმები. ამხრივ ძალიან მნიშვნელოვანია ხშირი სპექტაკლების დადგმა, რომ ახალგაზრდები დაამაგრებენ. რა თქმა უნდა, აი ხომ მაგალითად ახალგაზრდები ვის არ წინა სპექტაკლებში ვიმუშავე, დღეს მაგალითად როცა პირველად წავიკითხე პირველი სამაგიდო რეპეტიცია მქონდა, მივხვდი რომ ძალიან გაზრდილები არიან. ისე გამიხარდა ეს რომ აი იზრდებიან და უკვე სხვა ფლობენ უკვე შენ პროფესიას და მოდი პირდაპირ ვთქვათ, ახლა გინდათ ქათინაურად ჩათვალეთ, მათ ძალიან გამომართლათ, რომ პრაქტიკულად თეატր სტუდია აქვთ ახლა და ეს ამიშოვანია. ეს ქალბატონ მინერის დამსახურება, იმიტომ რომ არ მეშვება ხოლმე და როგორც კი ცოტა შენ კარგად იცი დრო როგორ შეზღუდული გვაქვს, როგორც თქვენ ისევე იმ წუთასვე, აი თუნდაც ერთი კვირა რო იყოს აუცილებლად გამოვნახავ დროს, ჩამოვდივარ, აი სამუშაოს ვატარებ და მე ისევ ბრუნდები და მე ისევ აი ახლაც ჩამოვედი რამოდენიმე დღის წინ ვიყავი, ახლაც კი იცი რა არის და გიხაროდეს სადაც მუშაობ, სადაც ჩამოდიხარ, სადაც აკეთებ შენ საქმეს. კიდევ ამბობ, მე გავიმეორებ და კიდე განმეორდები, რომ მე უფრო მჭირდებიან ეს ყველაფერი ვიდრე მათ მე, იმიტომ რომ ახალგაზრდებთან ურთიერთობა კარგია, ინსტიტუტშიც მუშაობდა, არის ეს პროცესი შეუქცევადია, ძალიან კარგი, მაგრამ აი ახალ სისხლთან, ახალ თაობასთან და არა მარტო ახალ თაობასთან, ახალ ჯგუფთან და კოლექტივთან ჩემთვის ძალიან მთავარი და საჭიროა. რა ქალაქები ჩამთვალე, მე შემიძლია და ძალიან სიამაყით ვამბობ ამას, რომ არც ერთი ქართველი რეჟისორს იმდენი არ დაუდგავს რეგიონებში როგორც მე, იმიტომ რომ ძალიან მიყვარს მე. სად დაგიდგამთ კიდევ? დავიწყოთ? ბათუმი, სოხუმი, თელავი, მაგრამ იმ დროსაც თელავი,
ჭიათურა, საჩხერე, ზესტაფონი, თბილისი, შანხაი, იტალია და ასე შემდეგ, რომი და ქუთაისში სპექტაკლი ორი სპექტაკლი მაქვს. მე მგონი 3 გაკეთებული. ესე რომ პრინციპ ოზურგეთი ბევრი აი თითქმის არ და გორში არ გამეკეთებია. ეხლა ნიკა არის იქ ჩვენი მეგობარი შველიძე და მასთან მიდის მოლაპარაკება. ოზურგეთშიდაც უნდა განმახორციელოს შემდგომ თელავშიც ნანუ გადაინიშნა ჩვენი მეგობარი ხუსკივაძე და ერთად თამაშობდით სპექტაკლებში. ბევრი სპექტაკლი მაქვს რუსთაველის თეატრში ერთად თამაშობდით. ესე რომ მიყვარს ფანტასტიკური სპექტაკლი. მადლობა დიდი. ბატონ გიზო ჟორდანიას კლასიკა. და ვფიქრობ რომ საინტერესო წინ თქვენ ერთია რომ თქვენი ჩამოსვლა ასევე ბიოგრაფია შეუქმნით, იმიტომ რომ საუკეთესო მხატვარი გყავთ ჩამოყვანილი ბატონი ლონგული, ან რასაც თქვენ მუშაობთ, თან ბატონი ლონგულიც მუშაობს ისა თქვენთან ერთად და ესეც რამხელა ისა არტისტისთვის მუშაობა უწევს ამხელა თეატრის მხატვართან, სცენოგრაფთან. ესე ძალიან მნიშვნელოვანია. ბატონ ლონგული არის ერთ-ერთი ძალიან დიდი სცენოგრაფი, არა მარტო ქართულ თეატრში, არამედ მსოფლიო თეატრში. ძალიან ვფიქრობ, რომ მისი ნამუშევრები ჯერ კიდევ, იმიტომ რომ ძალიან თანამედროვედ აზროვნებს, მიყვარს მასთან მუშაობა. ეს არის ძალიან უპრეტენზიო ადამიანი, ძალიან დიდი პროფესიონალი. განსაყვარელი ადამიანი. ძალიან და ვფიქრობ, რომ ბატონი ლონგული არის ის ადამიანი, რომელიც კიდევ უფრო მეტი შეუძლია და მეტის გაკეთების, იმიტომ რომ აი ახლა სეზონი არ გავა, რომ ბატონ ლონგულმა რაიმე ჯილდო არ აიღოს მის ნამუშევრებმა. აი ახლაც ოზურგეთის თეატრში განხორციელებული, სენაკის თეატრში განხორციელებული სპექტაკლში მან აიღო წლის საუკეთესო სცენოგრაფი წინა წლებშიც. ამით რისი თქმა მინდა, რა თქმა უნდა, სწორს ამბობს, რომ ძალიან კარგია, როცა ადგილობრივები, ხონელები უწევთ მასთან მუშაობა და ის ძალიან საინტერესოდ აზროვნებს უკვე აქაური მხატვრები, რომლებიც ძალიან კარგი მხატვრები არიან. ხონელები, რომლებიც თეატრში მუშაობენ და ვფიქრობ, რომ დიდი მასტერკლასია მასთან მუშაობა. ჩემთვისაც და მათთვისაც. ბატონი ლონგულის ჯილდო ახსენეთ და აქვე უნდა მოგილოცოთ ის აღიარება, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ და დაჯილდოვდით რუსთაველის პრემიით. ალბათ ეს ერთ-ერთი თქვენი შემოქმედების შეფასებაა ნამდვილად თლიანად და რომელიმე კონკრეტული სპექტაკლის და გილოცავთ. დიდი მადლობა. ბატონ გოჩა, აუცილებლად მინდა გკითხოთ იმაზეც, რომ ძალიან ხშირად არა მარტო თეატრს, ზოგადად, მათ შორის ჟურნალისტიკას, ტრადიციულ ჟურნალისტიკას, ტელევიზიას, იმას სერიოზული საფრთხის წინაშე დადგა, კარგი გაგებით საფრთხის წინაშე, იმიტომ რომ აუცილებლად შემოვიდეს ტექნოლოგიები, მე ნამდვილი თუ არა, მე ნამდვილად ავიტყვი, რომ ასქვე კომპიუტერი შემოდის, ასქვე ინტერნეტი შემოდის და ეხლა მithumedes ხელოვნური ინტელექტი და AI-ის რაღაცა ერაში, ინტერმედიისა და მულტიმედიის საუკუნეში ძალიან რთულია ტრადიციული პროფესიების მილევადი გახდა პროფესიები. თეატრიც დადგა საფრთხის წინაშე. თითქოს მოდური აღარ იყოს შეიძლება თეატრი რაღაცისა. აი, რამდენად ცდილობს თეატრი თავის გადარჩენას? იმიტომ საინტერესოა თქვენგან ამის მოსმენა. მე ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი მაინც არის დროებით. და რატომ ტექნიკა გასაგებია, ახალი ტექნოლოგიები თეატრში შემოდის, განათლების სისტემაში, რადიო მიცირებაში, ვიდეო ინსტალაციებში, ჩვენ ამას ვიყენებთ, მაგრამ მაინც სიტყვა მხოლოდ მაინც მსახიობმა უნდა დგას, მაინც რეჟისორმა უნდა დგას. ერთ პატარა მაგალითს მოგივანთ, ძალიან დიდი რუსი რეჟისორი, თეატრის რეჟისორი, ეფროსით გავდა იაპონიაში, ალუბლის ბახს. და ხა იაპონია რა ტექნიკაში მუშაობს ხო კარგად და მას აქვს მოკლედ ვიტყვი რომ მან თქვა რომ გენერალიზებს ზივა რომ უკვე ყველაფერი დამთავრდა ხვალ სპექტაკლი უნდა იყოს და მე მიყვარს სიჩუმეში სპექტაკლის შემდეგ შემოდა ზივა რომ და მიწის რა იყო როგორც ჩაურებათ იაპონიაში ეს ჩაურებრივი ამბავი და დეკორის რაღაც ნაწილი წამოვიდა გაჩერდა პატარა მაგიდა და ძალიან მომეწონა და ტექრეჟმა ეთქვა დავინახავ იაპონია და მეუბნება მოგეწონა და მე ვთხარ კი არ არის და ხუცოჩი მივიდა და აბრუნა ეს და უცებ ჩემთან რაღაცა ესეთ პატარა პულტები და წამოვიდა გაჩერდა იქ გავგიჟდიო რომ ვაიმე ტექნიკა ეხლა მითხავ ზიგზაგებს გააკეთებს თუ გინდა თუ გააკეთე მე რომ მითხავ ეკო ესეთიო შამპანურებიო და გინდათო რომ აფეთქდესო
მითხარი კი ომიდა 5 წუთში მოვიდა ეს იგივე მოვიდა თუ აფეთქდა აუგიშტიო ეხლა მითხრაო გინდა თუ რიგრიგობით აფეთქნესო გააკეთა ესეც და უცებობ თქვიო აბა ეხლა წერტილი დაუსვი ამას იმიტომ რომ მე მივხვდი რომ უკვე ტექნიკამ ჭამდაო და ის რაზედაც სპექტაკლი მქონდა იმ სულიერებაზე ის აღარ ჩანდა და თქვი არა ყველაფერი დააბრუნეთ უკან. ეს შოუს ელემენტებს უკვე ყველა იყენებს. იცი რა შოუს ელემენტები? ეს იყენებთ გელ სპექტაკლში. იცი როგორ არის შოუს ელემენტები? გაჩნია არ უნდა იყოს შოუსთვის. თუ ის არის ლოგიკურად ამოსავალი წერტილი, თუ ის ლოგიკურად საჭიროა, რატომაც არა, მაგრამ კიდევ ამბობ, რატო მე და შენ რო დიალოგი გავმართოთ ახლა რობოტმა რო გამართოს იქ უკვე აღარ არის ის რაც უნდა იყოს. ბატონო, ვერ მივიღე. თუმცა შეიძლება ვიღაცას აი მე ხარ რობოტების სპექტაკლზე ვიყავ, შეიძლება ვიღაცამ თქვას, ბატონო შესაძლებელია. ყველანაირი თეატრალური ფორმაა შესაძლებელი, მაგრამ იმ რასაც ცოცხალი ჩვენი პროფესია არის ჩემსა და მაყურებელს შორის კონტაქტი. ეს თუ არ შედგა, რაც არ უნდა გააკეთოს სცენაზე, რა ფოკუსებიც არ უნდა მოიგონო არაფერი არ იქნება, იმიტომ რომ იმას დაკლდება სიცოცხლე, ის არ იქნება ცოცხალი, ის არ იქნება ის ვისვისაც არის თეატრი. თეატრის დანიშნულება რა არის, კათარზისი. მან თუ არ მიიღო ის აქიდან, სცენიდან რაც ხდება, სწორედ ის კათარზისი არ მოხდება, განწმენდა არ მოხდება. ეს არის ა და ბ ჩვენი პროფესიის. კი ბატონო. ჩვენი გადაცემის დასრულებამდე კიდევ რამდენიმე წუთი გვაქვს და ისევ ხონში დავბრუნდით. და სხვა შორის იაპონიდან დავბრუნდით ხონში, მაგრამ ეს არა გასაკვირი, იმიტომ რომ მე მახსოვს თქვენ ხონიდან წადით რომში, რომიდან ხონში, მე ისევ ხონიდან იაპონიაში. მე ჩინეთში, ათუ ჩინეთში წადით ხონიდან, მახსოვს სპექტაკლებზე ისა. დავბრუნდით კვლავ ხონში, როგორი მაყურებელი ყავს ხონს? ძალიან გულწრფელი, ძალიან მართალი, ძალიან ემოციური, ძალიან მომთხოვნი, ძალიან გემოვნებიანი და მოდი ესე ვთქვათ რა დათო შეიძლება ვიღაცა გაბრაზდეს დიდი ქალაქების მესვეორნი, მაგრამ ძალიან ნაკითხი, რაც ძალიან იშვიათი მოვლენა გახდა უკვე. მე ვფიქრობ, რომ რეგიონებში, სკოლებშიც კი ჩანს, რომ ბევრად უფრო ნაკითხი თაობა მოდის, ბევრად უფრო წიგნიერი, უფრო სწორად ვიდრე დიდ ქალაქებში ცოტა უფრო სხვა რაღაცებით არიან გართობილი. ეს არ ნიშნავს, რომ ცუდები არიან, არა, მაგრამ ვფიქრობ, რომ მაყურებელი ბევრად უფრო ემოციურია, ბევრად უფრო ნაღდია და ბევრად უფრო ნაღდი მაყურებელია. არ არის იზმებით და რაღაც მეტაფორებით გავსებული. ხანდახან არის ხოლმე რომ რეჟისორი რაღაცას დადებს სცენას, თუნდაც დეკორში და 2 საათი თეატრონდეს უჭირს იმის ამოსახ რა იყო ეს ვისვისა. არა. ეს ისედაც საჭიროა, მაგრამ მაყურებელი უნდა მიხვდეს. თუ დგას როიალი აგალენ ელემენტარულ ამბობ სტანისლავსკი თქვა ჯერ კიდევ თუ არ კიდია თუ იმადა გაისროლოს. ამიტომ იცი როგორ არის მაყურებელი არის შესანიშნავი, ძალიან მომთხოვნი, ძალიან გემოვნებიანი და ძალიან თბილი და მოსიყვარული. ეს არის ხონის მაყურებელი. კი ბატონო და ხონთან დაკავშირებით მინდა კიდე ბოლოსკენ წავიდეთ ჩვენი გადაცემა. რა გეგმები გაქვთ კიდე ხონთან დაკავშირებით? ხონს ბევრი გეგმები აქვს თქვენ დაკავშირებით? ნუ ყოველ შემთხვევაში ახლა აი ამას გამოუშვებთ აი დღეს დავიწყეთ მუშაობა. ვფიქრობ, რომ ოქტომბერში გვექნება აუცილებლად დიდი იუბილე, რომელზეც ალბათ მთელი საქართველოს ჩამოვიდა 160 წლის თეატრები. თიცებზე ჩამოსათვლელი არიან საქართველოში. კი ბატონო. შემდგომ უკვე რა თქმა უნდა გასროლი იქნება თბილისში. და როგორც დაპირდნენ თეატრს, უცხოეთშიც იქნება გასვლა და ფიქრობთ, რომ აი სტუდიები, რომლებიც აქ არის და ძალიან კარგად მუშაობენ ეს სტუდიები, მათთან კიდევ ერთხელ დაკეთდეს რაღაც კარგი სხვა პროექტი და ვფიქრობთ, რამდენიმე უცხოელი მეგობარი, რომლებიც ჩემთან ურთიერთობაში არიან და მათ უკვე შესაძლებლობა მიეცემთ, რომ კარგი ინფრასტრუქტურაა და მინდა რომ უცხოელები ჩამოვიდნენ. და ეხლა მომაგონდა უცებ მომაგონდა ეს ამბავი ვიცოდი, მაგრამ თქვენთვის დამესვა ეს კითხვა უცებ გადავწყვიტე. ამ ხონის თეატრში არის უნიკალური ამბავი კიდე ერთი თეატრის გარდა.
125 წლის სასულე ორკესტრი. კი ბატონო. რომელსაც აქვს უწყვეტობა, ასო ესე კი არა, 120 უწყვეტ ინსტრუმენტებიც კი ბატონო, კი ბატონო. იცვება ადამიანები ყველა დღეს საცოცხლოს გარდაცვალების გამო შეცვლილია ხალხი და მე აიღო ის საქსაფონი ან აიღო ის დასარტყამი ინსტრუმენტი მისმა შვილმა, შვილიშვილმა. ეგეთი უნიკალური და მე მინდა მაყურებელს ვთქვათ, რომ აქ საუბარი არის სასულე ორკესტრი, რომელიც ნანავჭედლიძეს ყავს გამოყენებული იმერულ ესკიზი, თავის ფილმში იმერულ ესკიზებს და ყოველდღიური რეპეტიცია მიდის ხონის ჩვენ გვაქვს საშუალება და პატივი ნამდვილად უსმინოთ ამას. არ გიფიქრიათ ამ ორკესტრის გამოყენებაზე? იცი რა, რატომაც არა, იცი როგორ არის, ფიქრობთ რომ რაღაც პროექტი მაგასთან დაკავშირებით გვაქვს უკვე ჩაფიქრებული და იმედია რომ ეს ყველაფერი მაინც მიდის იმისკენ რომ ალბათ გახსოვს ერთი ფილმიც იყო ძალიან ცნობილი ფილმი ორკესტრის რეპეტიცია და ვფიქრობ დაახლოებით ესეთი რაღაც სიუჟეტური ამბავი შეიკრას და მახსენდება ბავშვობაში ორკესტრები როგორ უკრავდნენ სადგურში როგორ ვიღაცა ეთქვის რომ რა ხნისა ეს კაცი მაგრამ ესე იყო ნაში რა ქვია ღიაცის ქვეშ ბაღებში პარკებში ესენიც უკრავენ რა თქმა უნდა ამიტომ საინტერესო ისტორიები აქვთ მათაც და ვფიქრობ აი ამ ისტორიებზე შეიძლება აეწყოს ძალიან საინტერესო აი ეს ნემკვიდრეობითობის მომენტი რომელიც შენ ახლა თქვი ძალიან მაგარი იქნება ნახოთ და ბოლოს კიდევ ერთი შეკითხვა ვეღარ გელევით ისა და ბოლოსკენ მინდა კიდე ერთი შეკითხვა დავსვა. როგორ წარმოგიდგენიათ 5 წლის შემდეგ, 5 წლის შემდეგ ახლოა, 10 წლის შემდეგ სად იქნება თეატრი? თეატრის როლი რა იქნება? თეატრის როლი იქნება ის, რომ მე ვფიქრობ, რომ მაინც თეატრი დაუბრუნდება თავის აწყის ადამიანს. იმიტომ რომ კიდევ ამბობ, მე პარიზში როცა გავდიოდით, სარეჟისორო კურსებს როცა ვამთავრებდი, სოფლიოში პირველ რეჟისორთან მუშაობდი, მაშინ ეს ბრძანდებოდა ბატონი პიტერ ბრუკი, მას დაუსვი ეს კითხვა მე და მან მითხრა ძალიან ლაკონიურად და ძალიან ერთმხრივ სევდიანად მსახიობის თეატრი მოდისო. მეთქარ 21 საუკუნეში მეთქი ბატონო პიტერ, კი 21 საუკუნის თეატრი იქნება მსახიობის თეატრი. ანუ რა, მსახიობი იქნება თავარი პროტაგონისტი. რომელიც ამბავს ემოციას, მარტოობას, სიყვარულს, ღალატს და მთელ ამ პრობლემატიკას მისი ენით მოიტანს თეატრი. იმიტომ რომ სხვანაირ, ოღონდ რაც შეეხება ფორმას, ყველანაირი ფორმა შეიძლება იყოს სადადგმო ნაწილში გამოყენებული. ადამიანი რამდენად ინდივიდუალურად ის ნიჭიერია, იმას შეუძლია რომ მე ვუყურებ ეს არის პიანინო და შენც უყურებ ეს არის ფორტეპიანო, რომელზეც შეიძლება დავკრეს, მაგრამ ვიღაცისთვის ეს არის შეიძლება საძინებელი დივანი, ვიღაცისთვის ეს არის ადგილი, სადაც შეიძლება ადამიანი მოკლა, ეშაფოთი იყოს. გააჩნია ფანტაზიას. ოღონდ კიდევ ამბობ, ფანტაზია ფანტაზიისთვის კი არა, მე ესე მინდა და ესე ვხედა. ის ლოგიკურად უნდა იყოს. ამიტომ ძალიან ბევრი მრავალფეროვანი ფორმები იქნება 21 საუკუნის თეატრში, მაგრამ მაინც საჭირო იქნება რეჟისორი, საჭირო იქნება მსახიობი და საჭირო იქნება მაყურებელი. და იმ მაყურებელს მე ვფიქრობ, რომ დღეს რატომ მოიმატა მაყურებელთა რაოდენობა მოიმატა, იმიტომ რომ მათ ჭირდებათ ეს სულიერება. ძალიან კარგია კომპიუტერი ძალიან კარგი არის მარტო განმარტოებით ინტერნეტ სივრცეში ძრომიალი, მაგრამ აი ეს დიალოგის გამართვა ყველას ხდება. თორე 90-იან წლებში მაყურებელი ისე როგორც ყველას გვიჭირდა გავიდა თეატრიდან, მე მახსოვს მესხი შვილი იმხელა თეატრში ორი კაცი ვიჯექი. კი ბატონო. ხო, იყო ასეთი და მახსოვს სპექტაკლი იხსნებოდა კი სპექტაკლი. ბატონო, მაღრუსთაველის თეატრიც იყო, ესე მარჯანიშვილის თეატრიც. მოხსნიდა რა სპექტაკლი. თქმა უნდა. ეხლა მე მგონია რომ მაინც მე ბოლო არის თაობა თქო, სულ ის თეატრში დადიოდა და აღარა მე უკიდე და არა, დადიან. სულ დადიან. ეხლა მით უმეტეს. იმიტომ რომ აი რაღაცნაირად მოტრიალდა მაყურებელ თეატრისკენ კი არა, სულიერებისკენ მობრუნდა. ტაძრები დავსებულია ქართული ეკლესიები, ნახეთ რა ხდება. ნახეთ კინოფესტივალებზე საქართველოში რაც იმართება. გინდა ყველა თეატრი გადაჭედილია. ესე არის სერიოზულ მუსიკაზე, ჩვეულებრივ პოპ მუსიკაზე. ეს რაღაცა ბუმია და ძალიან კარგი. თაობა მოდის სხვანაირი.
აი ფიქრობ რომ 21 საუკუნის თეატრი იქნება ის თეატრი, რაც საჭირო იქნება იმ თაობისთვის. იმიტომ რომ თეატრი არის სარკე, რომელსაც აირეკლავს ის საზოგადოება, იმ საზოგადოების პრობლემატიკა უნდა იყოს სცენაზე, ერთმანეთს არ ეყოლება მაყურებელი. როდესაც შეიძლება იცინო რაღაცაზე, ის მაინც თუ არ შეგეხო ის ორ წუთში გამიწყდება. კი ბატონო, როგორია რას უსურვებთ ხონის თეატრს, ამით დავასრულებ. ნუ ხონის თეატრს არა მარტო, ქართულ თეატრს უსურვებ ძალიან დიდ წარმატებებს, ხონის თეატრს უსურვებ ბევრი კარგ პრემიერას, ბევრ კარგ შეხვედრებს საინტერესო ადამიანებთან და ვფიქრობ რომ ახლა ბოლო 2 წელია თეატრი ძალიან დიდი ტრადიციის თეატრი და შესანიშნავი სამსახიობო სკოლაზე სარეჟისორო ძალიან დიდი რეჟისორები მუშაობდნენ ამ თეატრში. ვფიქრობ რომ ახლა აღმავლობის ფაზაშია ხონის იპოლიტე ხვიჩეს სახელობის თეატრი და ვფიქრობ რომ კიდე ბევრი საინტერესო პროექტები ელის და მინდა მაყურებელს უთხრა რომ რაც უფრო გვერდში დაუდგებიან თეატრს, რაც უფრო ხშირად ივლიან სპექტაკლებზე, ეს არის მათი ქალაქისთვის საჭირო, მათთვის საჭირო და რა თქმა უნდა მსახიობებისთვის საჭირო. უღრმესი მადლობა. პირიქით თქვენ მადლობა. დრო რომ დაგვითმეთ და ძალიან მნიშვნელოვანია ნამდვილად თქვენი ყოფნა ხონში, ხონის თეატრში და წარმატებებს გისურვებთ. მე კი მაყურებელს შევახსენებ, ჩვენი გადაცემის სტუმარი იყო რეჟისორი გოჩა კაპანაძე.